გამარჯობა მეგობრებო, დღეს გვაქვს განსაკუთრებული საახალწლო ეპიზოდი. ყველას გვეახალწლება დარწმუნებული ვარ, ისეთი მდგომარეობა არის ქვეყანაში და მსოფლიოში და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო ეპიზოდი გაგვეკეთებინა. სინამდვილეში გადავწყვიტე, იმიტომ რომ მომენატრეთ და ამიტომ ვაკეთებ ამ ვიდეოს. დღეს გვაქვს პირველი კოლაბორაცია ამ არხის ისტორიაში. ელოშა არის ჩემთან ერთად, რომელიც დამეხმარება საახალწლო განწყობის შექმნაში. ვინ თუ არა ელოშა არის საახალწლო განწყობის შექმნელი? მეც ძალიან საახალწლო განწყობაზე ვარ, მეტყობა ალბათ. დღეს გვექნება სპორტის რაღაცების unboxing-ი. ტემუდან გამოვწერეთ სპორტთან დაკავშირებული უამრავი ნივთი, რომელსაც განვყუთავთ ტემუს წარმომადგენელთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში. ფათაშოს ხო გითხენ, მართლა სპონსორები არიან, შეიძლება რომ მე ვიყო ტემუს წარმომადგენელი. აღარც მახსოვს რა გამოვიწერე, იმიტომ რომ ბევრი დრო გავიდა. ეგ არის ყველაზე კარგი ემოცია განყუთვის რა, ანუ მართლა რო არ გახსოვს და მართლა გიხარია მე რაღაცები რო ხდება. ეს არ მახსოვდა. რაც მოგეწონება გაჩუქებ. რაღაცებს გამომწერებს ვაჩუქებ, რაღაცებს თენგოს და რაღაცებს თოკოს. არ არის პრობლემა. დაცხე მიდი აბა და ამას თავი დაანებე. მე ვარ ერთადერთი ადამიანი საქართველოში, ვინც ბეისბოლის წესები იცის თავიდან ბოლომდე. ასე რომ შემიძლია მაქვს მაგის უფლება, რომ მეჭიროს ხელში, ჩემი აზრით. მე გამოვაძრობ ხოლმე საინტერესო ნივთებს, შენ გახსენი და აგვიხსენი რა შეიძლება იყოს. კალათბურთის არა, ბიჭო. ვახჩი. ბურთების ჩასაყრელი არის? არა, ეს აბა კალგოტკა არის, რაღაცა ხო არის? ცხრიანში ფეხბურთის ის რომ მონიშნო და პროსტა არის ცხრიანში ამას ამონტაჟებ და ცხრიანში უნდა გაიტანო გოლები. ეგ არის. მე საგარეო ვიდეოებს რატო არ იღებ? მე ეგ მაინტერესებს. საგარეო ვიდეოები სტადიონზე. ეს რომ მაქვს ათლეტური ფორმით აუცილებლად კარგი. ეს რომ მაქვს უკვე. ყველაფერი შემიძლია რა. ანუ უხარისხო არა, ნახე აბა, მე მგონი ძალიან უხარისხოც არ არის. იცი როგორი რაღაცაა? 5 გოლს გაუძლებს მე მგონი. არა, მეცაც გაუძლებს კაცო. ანუ არ არის, ეგეთი უხარისხოც არ არის. ამით დაამაგრებ. და დასამაგრებელი რამდენად არის ხარისხიანი ეგაა თორე. როგორც ხედავ, არავის გამოვთქვა მსურველი, რომ ეს ნივთი ვაჩუქო. ხო, არა მგონია. დამწყები YouTube არხებს შეიძლება ვიღაცას. მოკლედ გავტესტოთ ესა, სადმე სტადიონზე მივიდეთ. მე დამიძახე. დავაი. მე წამო. კაი, მე მგონი ჯერჯერობით მაყოფილი ვარ. შვენიერი ნივთი არის პირველთან შედარებით. აი, ეხლა მინდა რომ რაღაცა ქვევიდან გამოვარდო, მაგრამ აქ რაღაც რაღაც პატარა ვიყო. ხელთათმანები არის, გამახსენდი. ხელთათმანები არის, მეკარის ხელთათმანებია. აუ, იმეკარის გვერდ დამოვიწყდა, ამებს რო იხსნიდა ხოლმე. აუ, ბიჭო, მე მგონი ის არის, ბავშვის არის. ხო, მეც ეგრე. ბიჭო, ჩინე ტემუს ერთადერთი მინუსი არის, ეგ რომ XL-ს რო ვიწერ, ჩამოდის ჩემი 9 წლის დიშვილის ფორმა, 9-საც არა. ბოლო ზომა რაც იყო, ეგ ვიყიდე, რავი, იქ საიტზე. არა, კაი ზომა. კაი ზომა. ეს არის 9 ნომერი. 9 ნომერი ხელთათმანი, მეგობრებო. 9 ნომერი არის თემო ბერულავა. ეს კაი ნივთია რა. კარგი. აი, რაბანას აჩუქეს? ვაჩუქოთ. YouTube ლიგა იქნება წელს. იძახიან რომ YouTube იქნება წელს. YouTube შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ YouTube ლიგაზე იძახიან რომ იქნება რა. მოკლედ YouTube ლიგა თუ იქნება, არა YouTube შეიძლება იყოს, მაგრამ ის მონეტიზაცია შეიძლება აღარ იყოს რა. როგორც სხვა ახლო ქვეყნებში მოკლედ My Video ლიგა თუ იქნება, კაია. კაია. ამ ხელთათმას ან მე გამოვიყენებ, ან სხვას ვაჩუქებ. შენ აპირებ გამოცხვა? თუ აპირებ გამოცხვა, გუნდში დავენა. მეკარეთ. მე ჩავხსნეს, კარგად ვერ თამაშობ და გამოვაგდე. 30 კილოთი ნაკლებზე მითამაშია კარგად ფეხბურთს, მაგრამ ეხლა რა ფორმაში ვარ, არ ვიცი. ამიტომ მინიმუმ მეკარეობა შემიძლია კარგად. 110. ხო, ბავშვობაში 110 კილო ვინც იყო კარში იდგა, აუცილებლად კარში. ბავშვობაში არ ყოფილა 110 კაცო, სულ ეხლა ხო ხარ? ეხლა კი. ხო და გიწევს მაინც. ხო. არის? აუ, ნოუ კამპის 3D პაზლიო, ბიჭო, სპორტული ნივთიო და ეს ძალიან ზევსკი ნივთი არის სპორტულთან შედარებით. შენ რეალი ხარ, ხო? არა, მე რომას ფანი ვარ. აუ, გამახსენდა ხო შენ სულ ტოტიო. ნეტა რეალის ფანი ვიყო, ეს მარტივად ვიტყოდ.
რა იქნებოდა რომ რეალი შემყარებოდა. ეს ახლა ავაწყოთ? არა, ამას ახლა ავაწყოთ. ეს ნახდათ ფაზლია? მე არ მგონია რომ ფაზლი იყოს. მე რაღაც სხვა არ ვიცი. რომ ვერ გავარკვი, ანუ ფაზლი კი არის, მაგრამ ეს რო ააწყო, გაუძლებს? არაფერს არ გაუძლებს ჩემი აზრით. ანუ თავის თავს თუ გაუძლებს, თორე განარამეს დავადებს ზემოთ. გექნება ამორტიზებული ნოუკაპი. დაახლოებით რა. ჩინური ფაზლები, მეგობრებო. ნახეთ? ვაფშე როგორ უნდა ამოიღო მე მაგას ვერ მივხვდი რა, იმიტომ ერთი მხრიდან ძაღატია და მეორე მხრიდან აი ესე ნახე. ხო, მაგრამ მეორე მხრიდან რაღაცა ახლა. ეს არის მოედანი. აჰა, სტადიონი. ეს არის მოედანი. მეორე მხრიდან არა. ჩვენ ცალკე არხს გავაკეთებთ, ახალ არხს, სადაც ინსტრუქცია იქნება, როგორ უნდა ავაწყოთ ჩინური ფაზლი. აი, ელოშა ახალ არხს გააკეთებს და მან საათიანი ვიდეო რო არის, რომ როგორ უნდა აეწყოს პროსტ. ეს რა არის? რავი, აქედან ბელარუსის დროშა ჩანს და ყველა დროშა. გამახსენდა. ყველაფერი ზაგზა რო ახსენდება. ყველაფრის დროშა ვიყიდე. მინდა ვითამაშოთ. მოდი. გამოიცანი დროშა. მოდი. კაი, შენ აი. ბელარუსი გამოვიცანი უკვე 1-0. უი, ვერ ვშლით. ეგ განა არა, მალი არის. გააჩნია საერთოდ შევხედავთ. უეჭველი ესე უნდა შევხედავთ, ხო? ეს შოტლანდია, კოსტა-რიკა, ურუგვაი. მოშ ესე წავიდეთ მაშინ. ესე გავყვეთ რა, კოსტა-რიკა. მაიცა ეს წამს. ესე მოვძებნოთ საქართველოს. მალაიზიაც გვაქვს. ეხლა ჩვენ რო არ ვიყოთ. საქართველოს რო არ იყოს. აი ეგ ტონგა. აუ ტონგა ყოფილა. ეს დავინახე და ჯვარი დაინახა და ეგ არისო. საქართველოს დროშა არ არის. მაგრამ არც რუსეთის არ იყო. აი, ამიტომ ნახევარი ფული მოვთხოვოთ. კაი, აი ეს იქნება ალბათ ის რაც მე მინდა. რა მინდა? ეს ძალიან მაგარია. ფუტბოლ მენეჯერ თამაში არის, მაგრამ აშკარად არ არის. თითებით. მიდი, დაგანგრიო უცებ. მიდი, აბა. გადაატარა, ბურთს გადაატარა. როგორ გავერთოთ ამ თამაშით ისე რომ არ მოვიწყინოთ. მე ძალიან ვერ გავერთო. მაშინ დავანებოთ. ძალიან არ მომეწონა. აშკარად არ მინდა არც ეს. ეს ვაჩქოთ ვის, იცი, ვისაც პატარა თითები აქვს, იმიტომ რომ ჩემი თითები ამაში გაუფლიან და. მეგობრებო, არავის გაკადრებთ რომ კომენტარი დაწერეთ და რენდომაიზერით ამას გაჩუქებთ თქო რომელიმე. ამიტომ მაგრამ თუ იკადრებთ, თქვენ დაწერეთ რა, თქვენ თვითონ თუ იკადრებთ. შემდეგი რა გვაქვს? ზოროს მასკა არის? ოსიმენის. აშკარად პატარაა ჩემთვის და ნახე, აბა. მე რა გინდა მშვენიერია. ეს სუნი უფრო სახესტრამოს გაგიჩენს, ჩემი აზრით, ვიდრე ის სახესტრამა რაც გაქვს. არ უხდება. ვაღიაროთ რომ არ უხდება. არ მიხდება? ბასკეტბოლის coach board-ი. ნახე, მე მგონი გახსენი, იმიტომ შენ მოგინდება ეგ ეჭვი მაქვს. ეს თუ მთლიანად board-ი არის, მაშინ შეიძლება ჩიკაგოს გულშემატკივარი ვარ, მე რო პატარა ვიყავი. რა ჯორდანი წავიდა, იმის მერე ჩიკაგოს გულშემატკივარი. აი ზუსტად. coach board. ესენი მოყვება რა, მოთამაშეების ნომრები, რომ მარტივად მე მიგახვედროს. просто მაგნიტზე არის და ვერ ამოვაძრებ просто რა. ნახდათ მაგნიტზეა? ალბათ მაგნიტზე უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს მაგნიტს გავს. აი. შენ ვის გულშემატკივარი ხარ კალათფუტჩის? ეხლა მე ვარ უპრინციპო გულშემატკივარი. მეც ეგეთი ვარ, პერსონალური ფანი მიყვები ხოლმე. მეც ეგრევა. მაგრამ დალასის მიმართ ყოველთვის კონდა. ლუკას ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ნოვიცკის გამო მიყვარდა, მე ეხლა ლუკას გამოც მიყვარს და სულ არის ერთი კაცი ისეთი მანდ ვის გამოც ღირს დალასის ყურება. შენ თუ მწვრთნელობას მართლა სერიოზულად აპირებ, მე გასწავლე ერთ კომბინაციას, რომლითაც მოიგებ ყველაფერს მოიგებ რა. ნახე ძიმე ფორვარდი ჩავიდა, რა თქმა უნდა, ცენტრმა ჩააყენა, ეს გავიდა აქეთ ეს და მოდის ბურთით სტეფ კარი რა, სტეფ კარი ყავს. მოვიდა, ჰოპ, ისროლა ცენტრიდან ჩააგდო. ამაზე მაგარი ძმაო კალათბურთში, ამაზე მაგარი კომბინაცია, ვერაფერს ვერ მოიფიქებ რა, მიხვედი ცენტრთან, ოღონდ სტეფი გჭირდება, კარი უნდა ყავდეს, კარის გარეშე გაგიჭირდება რა. ცენტრამდე მიხვალ просто აძლევ ბურთს და ისვრის. ხო, ცენტრამდე მიხვალ. ვაფშე მაგას მიაქვს ცენტრამდე. ცენტრამდე მივა, ისვრის
ჩააგდო. ძოძუაშვილი რო იყოს კალათბურთის მწვრთნელი რა, ეგეთი ტაქტიკა დახარზე რა, რომ აგერ სტეფ კარი გადაიტანს, ბურთს გადაიტანს, მერე ამოვა აგერ ჰიგინსი ჩაუყენებს ბლოკს, გავა ბლოკზე კარი, ისვრის ჩააგდებს. ხო ჩააგდებ, ბიჭო. ეს მიმაქ. მოგეწონა, ესე რაღაც მოგაწონე, ხო? ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. საზეიმო ვითარებაში coach board გადაეცემა ელოშას უჯარი მოდისგან. ეს თუ 30 ლარზეა, ღირდა? 30 ლარი კაცო. 7 ვეცი. ანუ ეს თუ მართლა 30 ლარზეა, ღირდა, არის ძალიან გამოყენებადი რა. რაღაც გამოგვადგა. უი, პატარა საქართველოს დროშები არ ყოფილა, თორე დიდი არის, კაცო. თუ მაისური არის. ეს ფორმა, ეს ნაკრების ფორმა ვერ დავიჯერებ. ესეთი ნაკრების ფორმა არ მქონია. უბრალოდ დროშა არის. უი, არა, ნაკრების მაისურია. ფორმა არა, მაგრამ საქართველოს მაისურია, რომელიც თავის ზომაზე აქვს გამოწერილი დიდი ალბათობით ჩაეტა. შვენიერი და ულამაზესია. აი, ეს ამას შეიძლება მსურველი გამოუჩნდეს, არა? კი, რა თქმა უნდა. მე ვარ საქართველოს, დაწერეთ რენდომით, ანუ ჰეშტეგით და რენდომით ამოვარჩიებ. თუ ვერ ამოვარჩევ, მე მომწერე და ამოგარჩევინებ. ნაღდი სურუიდაა, ძმაო. რა ქვია? სურუიდა. ნაღდი, ორიგინალი სურუიდაა. ხო, არც გატყუებთ, რომ რაღაცა ნაიკია ნამეგი. არა, სურუიდაა. არც მაკრონი არა, არის სურუიდა. კარგი, ეს ნივთით შეიძლება. ნოუკამპი მოვიდა. ნახე რა მაგარი. ბურთი. კარი არ ჩაეტევა. კარი არ ჩაეტევა. კარის ხელა ნოუკამპი. რა მაგარი. ფეხის ხელა ნოუკამპი. მოდი, საპატიო ადგილი დაიკავოს ამან ჩვენს დეკორაციაში რა. მე მეგონა სანაგვეში არის. ამას მე ვერავისთვის ვერ მივცემ რა. ეს უნდა დარჩეს. არქიტექტორი თენგიზ მეგრელიშვილი. ხო? ნოუკამპი ჯდება მილიარდი რეკონსტრუქცია და 5 ლარად ძმაო. ამაზე კაი რა გინდა? ნოუკამპი დარჩება ჩემთან. საქართველოს მაისური თუ ვინმეს გინდათ დაწერეთ. შემდეგი რა გვაქვს? არ ვიცი, მე მგონი გამაშებია, არა. კაპიტლის სამკლაურია, ეს გადაეცემა ბაკასეტას. ხო, კი. ხო ეგ არის საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი ხო ბაკასეტასია. კი, მე მგონი ბაკასეტასია. ტატუები გავამარიაჟო სიმონ. ეს რამდენი ვისთვის დავიხატე? რამდენი რაღაც ვისთვის დავიხატე? ეს აფხერტასველი უნდა მეცვა. რატო გახატე რაღაც სპორტულ მანქანას რატო გავს? ყველაფერი იაპონური არის თან, ეგა. მევლუდ მელაძის მანქანას გავხარ ჩვეულები. ოკეი. ნუ ამ კენცელე აღატყობ უბრალოდ. აჰა. მე ბიჭო, ეს რა რატარო? შეგიძლია ტატუ გაიგეთ და გეკნება. მოიცა ფეხზე თუ გაკეთდება. არა, ვერა. ჩემ უბნელს გამოადგება ეგ ვენების გამოსაჩენად. ოდიშით ჩემ უბნელებით ცოტა მოგაწყინეს ალბათ. ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ მომწონს. ჩანთაში დევს რაღაც. კარია ესა თუ რა? ის არის. არავიაში. არა, ბიჭო, სირბილისას რომ უნდა გაიკეთო და სიმძიმეები რომ დაათრიო? არა, ბიჭო, ის არის პარაშუტია რა და დარბიხარ ამით და უფრო მეტ კალორიას წვა. წინაღობას გიჩითავს რა. მივხვდი რაც არის. ეს ჩანთა უფრო მომწონს მე. რატევადი არის, რამხელა რაღაც ამოვიდა. კიდე ხო არა რა. ეს არ ვიცი რა არის. აი ეს არის? კაია. ეს მართლა კაია. მომწონს ვიზუალურად ლამაზია. ჩინელებისთვის როგორც ჩანს 1978 წლიდან იწყება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია. არა, შეიძლება წერა იწყება გვიანიდან, იმიტომ რომ აქამდე ხო სხვანაირი თასი იყო, მე როგორც მახსოვს და მე მოიპარეს ერთი თასი დაჟე. ხო, კი. მოიპარეს და მე მოვიდა ეს თასი. ხო, და მე ეს თასი იყო და შეიძლება 78-დან არის ეს თასი რა. მოკლედ 78-დან აწერია არგენტინა. ეს არის. არის მაგ გულშემატკივრებს შემახსენე? ინგლისი. ინგლისი ვერ მოხვდა. ჩამონათვალში. ჩემი ინგლისი, იმიტომ რომ 66. იმიტომ რომ ჩაწყობით მოუქეთ გერმანია. ჩაწყობით არა. არა, ბიჭო, მომისმინე, მე ვარ იტალიის გულშემატკივარი.
ვინ მოვისყიდეთ? ბახრამოვი? აზერბაიჯანელი კორუმპირებული მსაჯი გაგიგია ვინმე ოდესმე? აი ნებისმიერი სხვა ნაცია რო გეთქვა ხო დავზადნავდი. არა. ეს თასი დავტოვოთ სტუდიაში თუ გავათამაშოთ? არა მგონია რომ ვინმე იმდენად მოუხდეს, რამდენადაც შენს სილამაზე თასები. მაშინ დავტოვოთ. და მე ვფიქრობ რომ შენ რო დაიტოვო უკეთესი იქნება. ბოდიშით გავა. არა ვინმეს თუ ძალიან მოგეწონათ გითხარით და ვიმსჯელებთ ბორდი. ის არის რა ქვია. ტაეკვანდოს ის არის ან კრიმის. უფრო ტაეკვანდოს ის არის. ისენი არ მოყვა ხელთათმანები? არა. არც მხოლოდ თავი არის. მიდი აბა. ჩამეტიო. არა და კაიდით თავა ვარ. აი ეს ამ ნივთს როცა ვიწერდი, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა თუ რამდენად გამოსადეგი შეიძლება ყოფილიყო, ხო? ამ ნივთს ვერ გავათამაშებთ უახლოესი 1-2 თვე. რა ნახოთ. ეს დერტკია, მართლა კაია. ეს ბულერი იუთუბერები რა. კატი. კი ვა? არა, მაგრამ რომეთ კინოს ეს მაგარი რაღაცაა. ერთი წყვილია მარტო? არ ვიცი. გავხსნი და გეტყვი. თუ იპოვე გასახსნი, მაგრამ მიჭირს ამ. ეს გამოდგება ჩემი აზრით. კი, ერთი წყვილი არის და საკმაოდ კარგი ისა. მაშინ მაყუთი უნდა მოვთხოვოთ, იმიტომ რომ მახსოვს რომ ორი ცალი ჩვენ ხوار ჩავატაროთ YouTube ლიგა. ხელთათმანები გვაქვს, კაპიტნის სამკლაურები გვაქვს. უკამპი გვაქვს. ასი გვაქვს. აი ის გვაქვს. ფეხის საწმენდიც გვაქვს. მე მგონი ეს ფეხის საწმენდი. ფეხის საწმენდად გამოწერილი. არ ვიცი, ახლა მინდურად არ გამოდგება. მე მეგონა მინდორი იყო და მაგით ვარ ვიღები. მე მგონი ფეხის საწმენდი. ეს ძალიან მომწონს. თან აგერ ჭყეტელა ლამაზი ფერები არის. მე მიყვარს ფერად რაღაც. ეს რა არის? ეს ისა დამწავები ხო? ხო გიყვარს კალადური. ამას გაიკეთე. საიდაყუები. და არაფერში არ გეხმარება, მაგრამ ვითომ ლამაზად ხარ. იცი რა არის? თუ დაეცემი და ვიდაუხ დაარტყამ შეიძლება ან თამაშისას რო ვიღაცას ჩაარტყა შემთხვევით. ნერვის ის იმას იცავდეს რა, ანუ ნერვები რო გვაქვს. აი კედელს რო შემთხვევით მიედები, არც მიარტყავ. რო მიედები უბრალოდ და რო გონია რომ რაღაც ჰიროშიმა და ნაგასაკი ეს იდეაში ყველა ვარიანტი უნდა ეკეთოს ცენტრს რა. იმიტომ რომ პოსტზე რომ მიიღებ ბურთს ხშირად ხდება რომ ამას აკეთებ რა. ხო და ვიღაცა რო სხვა არ ვარ დააზიანო მაგითო. ხო, მაგრამ ისე ვიღაცებს მოდის გამოც უკეთიათ რა ლამაზად კუნთები რაღაცა ეს. ამას სამოყვარულოში გავიკეთებ. გაიკეთე აუცილებლად. სამყაროში დამპატიშე ერთ თამაშზე. მე მოვალ ვლოგი გადაიღე. ვლოგს გადავიღებ და 16 ნახვა ექნება. წოცნელს გავაფრთხილებ, რომ იმ დღეს მათამაშოს 10 წუთზე მეტი. აუ, რამდენი ხანია ეს აქ დევს და არ ვიღებდი რა მეთქი. გააჩნია რამ ხელა, შეიძლება მინდურადაც გამოდანი იყო იმენა რა. კიდე კაი ველკამ არაწერია და აუ, რა დერს კი ისა. ხელი მოგიდე რა. აუ ჩინური და ეგეთი არაპლასმასის პირველად ნახე რა. აუ მოდით ნახეთ ძალიან კაი რამე არის. მოიცა ეს სხვა გადა ეს თავქვეშ ბაისე გადააკეთე. ოპა. ახონდა ხარ 77 წელი შეგვიძლია გაწიო ეს. ჰიმნები 77-ში არ იყო ეგ. წავიდა. ბოდიში, ფეხი მოვიდაღე. შემრელი არ იყო. რა უცებ დასრულდა. ეს რა არის? არ ვიცი და მაგიტო ესე ფრთხილად გავხსენი. სტიკერებს გავს? ხო, სტიკერები იქნება ეგ. ანუ სტიკერები გახსოვს რომ გამოიწერე. კი. ოღონდ რა სტიკერები არ ვიცი. კალადბურთის? ხო, კალადბურთის სტიკერები. ხო, კალადბურთის სტიკერები არის. ჩვენი მაყურებელს. ჩემი ეს მაყურებელი ვერ დაინახავს, მაგრამ ამას აწერია Born to play basketball. აუ, ეს ვის უნდა ექონდეს, იცი? რა, აბა. Love. აუცა Love my son. ალბათ LeBron James. LeBron James-ის ბავშვი? მამაშვილი ჯეიმსები Los Angeles Lakers-ში. კაი მამის. კაი LeBron James-ი. რა კაი ხალხი არიან შენ. აუ ეს რა არის არ მახსოვს. ამაზე ჩანთა უნდა გავუკეთო და გადაიკიდებ კერძზე, არ ვიცი.
შნურუკები მოყვება. თუ რამეში გამოგადგება, შნურუკები მოყვება. ვიცი რაც არის ესა. მაიცა? მოკლედ რა, ამაში იდება ბურთი. და მე კენწლი რა. ამას კანზე რო გაქვს ხო მომული? ხო. ის რო არის. მე ისო. თუ ვინმე ხართ ჩვენი გამომწერი ისეთი, ვინც ფეხბურთზე დადიხართ, მაგრამ კენწლა გიჭირთ. მაგისთვის სავარჯიში არის. რა სხეულიდან დიდხანს არ მოგშორდებათ. და თან კენწლასაც შეიგინა უფროსმა ძიამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გადაცემა დასასრულისკენ მიდის. სანამ ჩემთვისაც უგინებია, ჯობია დავამთავროთ. მაყუთები ხო გაინტერესებდა, ნახოთ ხო, აი ჯამში რამდენი მაყუთი გაქვს გადახდილი, ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად. თუ შეიძლება რომ მაგ ჩატს მე უპასუხოთ. $230 ლარამდე იყო ეს ყველაფერი. ძალიან ცუდი ნავაჭრია, ხო? კი, მეც ეგრე ვფიქრობ. ეს არ ღირდა 220 ლარი წავკე. ეს ღირდა. მაინც ამას მე მოგპარა ეს რენდომა დავიღებ 4 წელს და ამაზე დავაკრავ კაკრას. ხო. მოგპარა. ისა რა ქვია, ეს ძმო. ეს ძალიან კაია. ეგ 220 ლარში ნაჩუქარია. მოდი აქ დავალაგოთ კარგები რაც იყო. კიდე 1-2 ეგეთი ნივთები, ესეთი ნივთები გამოიწერე და მე მაგის მიხედვით გარეთ გადავიღოთ გადაღება. კაი ბატონო. აი კოლაბიცაა და კოლაბი. აი მე ჩაგიძურები კოლაბში. ჩემი long sleeves, კალათბურთის long sleeves ძალიან ხარისხიანია, ნორმალურია. ამასაც შევაფასებდი წარმატებულად. ისა რა ქვია, დროშები შვენიერი იყო. ბევრი იყო უბრალოდ. ბევრი იყო და საქართველო არ იყო. საქართველო არ იყო. მოდი ეხა შენ მე ვიდეოს გადაღების დასრულების შემდეგ ტემუზე დამაბრუნებინე დროშების ფული. ეტყვი რამდენი მაქვს გადახდილი რა. არ არის პრობლემა. დროშებში გადახდილი მაქვს ძმაო 14 ლარი 30 ღირდაო. და ფასდაკლებით იღე და ფასდაკლებითო 14 ლარიო რა. გავჩეთ თითო ქვეყანა გამოდის სადღაც 8 თეთრი. ესე უცბად. რაც დავთვალ. თან თავაზობს რომ buy again-ო კიდე იყიდეო რა და ეხა ეს კიდე რო ვიყიდო ხო მაგარი იქნება. იქნება რა არ ყოფნის. არა, ბიჭო, ამაში 40 ლარი გაქვს. დროშები იყო ლაგიძვირიანი? დავაი, მაგრამ ბიჭო, საქართველოს არ არის და მაგიტო ფული დამიბრუნეო, ეგ ლოგიკა. დაიგიდე, item defective or does not work. So. არა, ნახე რა დაწერა იცი? ამაზე კარგად რა. Georgian flag is missing და no Georgia, no party თქო. ესე დაწერა. აუ, at least one photo or video. მივიდეთ, გადავუღოთ ერთი წამით. აი. მოიცა? ეცა. დააწერე რომ საქართველოს არ არის თქო. არ არის საქართველოს ხალხო. სად გინდა რომ დაგიჯდეს? კროკოზე. Payment method სპონსორი ჯასვი მაგარი ინტეგრაცია იყო. ხოჭა. რა მაგარი სპონსორი ინტეგრაცია იყო. არა, უნდა დააბრუნოთ, ნახე. ამას რა დაკეცავს შეჭი? ანუ დავაბრუნებდი, მაგრამ მოგადგებიან სახში და წაიღებს რა ვიღაცა, ანუ შენ კი არ იმაშვები, ვიღაცა მოვა და წაიღებს რა. თუ გაწყობს? ხო, მაგრამ ეს ახლა ის გაატანე რა შენას კარგავ. აუ, გეხოცებს, მე დავაჭირე, ეხა დაგირეკავენ როგორც მინიმუმ. ვიღაცა ტიპი მოვა და ის გაატანე და უთხარი რომ საქართველოს ამას არ არის. და იმან რო დაიწყოს ძებნა. და მე თამაში რო გადაიზარდეს, ეს ბანგლადეში, მე რო ჩაქვს იქ რა, იქაც კიდე თავიდან რო კიდე ვიღაცა ნახო. მაგრამ იქ აღწერაში ხო არ ეწერა თუ საქართველოს დროშა აქვთ. ხო, მაგრამ world flags ხო ეწერა. ხო. მე world-ში ხო შევდივარ. აი, ევროკავშირში არ შევდივარ, გავიგებ, მაგრამ world-ში ხო შევდივარ. ეგრე მომთხოვოთ რა. კარგი. ესეთი იყო ჩვენი unboxing-ი. ბოდიში მეგობრებო, თუ
იმედი გაგიცრუვდათ საინტერესო ნიუთების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუ იმდენი საინტერესო ნივთი ვერ შევარჩიე, რომ როგორც შენში არჩევდი მაგალითად, იმიტომ რომ უფრო გამოცდილი ხარ ამ ამბავში, მაგრამ გავითვალისწინებ შენ ნიშნებს მომავალში თუ გამოვიწე. თუ მოგწონთ, თუ გინდათ რომ სპორტის მიმართულებით unboxing-ები გავაკეთოთ მომავალშიც, გვაგრძნობინეთ, დაგვიკომენტარეთ და დავხვეწთ, უფრო გავაუმჯობესებთ, უფრო საინტერესო ნივთებს გამოვწერთ და კვარტალში ერთხელ შემოგთავაზებთ ხოლმე ესეთ ელოშასთან ერთად unboxing-ის. მომდევნო 3 თვე რომ ეს ამის გადაღება აღარ მოუწიოს და ამის მილაგებას წინასწარ დარდობს, მაგიტო იძახის რომ კვარტალში ერთხელ, თორე თქვენ თუ კაი ნახვებს დადებთ, ყოველ კვირა გამოიწერს ჩემი. მადლობა შენ. როდის დავბრუნდებით ეთერში ძველ რეჟიმში, არ ვიცი. გილოცავთ ახალ წელს, ბრავას დაესწარით. კარგი წელი იყოს სოფლიოსთვის და საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. როგორ გაგრძელდება ქართულ YouTube-ზე ცხოვრება, არ ვიცი. მეც არ ვიცი როგორ უნდა ჩავდგეთ ძველ ფორმაში. იმედია ნელ-ნელა დავბრუნდებით და რაღაცა იქნება. დაგემშვიდობებით, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარის ღილაკით ჩავთეთ, ელოშას არხიც გამოიწერეთ, ზარის ღილაკით ჩავთეთ. სპონსორი არ გითხოვ. და კროკო არის ჩვენთან ერთად ყოველთვის და იმედია კიდევ დიდხანს იქნება. მადლობა და კარგად ხალხო. Bye bye.